ვიღაცებს ერთმანეთში ხო არ გერევათ კანონიერება და სამართლიანობა. კანონს ვიცავთო პოლიციელები რო იძახიან რაღაცები და რა ვქნათო ეგეთი კანონიაო და მოსამართლეობას კანონია და მაგას აღვასრულებთ. მე კანონი ყოველთვის სამართლიანი კი არ არის. საბჭოთა კავშირის დროს რო იყო ის ცნობილი კანონი. ყველამ რო ვიცით ხო რომ ოჯახის წევრს რო დაუხრეთდნენ ადამიანებს და მას რო უგზავნიდნენ გადასახადს ქვითარს რომ ტყვის ფული თქვენ უნდა გადაიხადოთ ოჯახმაო და ეს ხალხიც რო იხდიდა. მაგას უკანონოდ კი არ შეგვიძლია კანონი ქონდათ ხო აი ეგეთი რომ აი ეგრე უნდა გაეკეთებინათ აი ეგეთი ცინიკური კანონი ქონდათ რომ ვისაც დახრეთენ იმის ოჯახის წევრს ახდევინებდნენ იმ ტყვის ფულს. ან იმას ფაშისტურ გერმანიაში რომ საკონცენტრაციო ბანაკში აგდებდნენ ებრაელებს რა გონიათ უკანონოდ კი არ შეგვიძლია აი ეგეთი კანონები ქონდათ. ხო და მაგიტო არის ზუსტად საუბარი იმაზე რომ ეს კანონები არის უსამართლო და ზოგჯერ კანონი შეიძლება იყოს უსამართლო. მით უმეტეს რომ აგეთ კანონი ბუნებაში არ არსებულა საქართველოში ამდენი წელი და უცბად რომ მიიღეს. რატოც მიიღეს, ხო ვიცით? მაგაზე არის საუბარი, მეტი არაფერზე. ერთი ოჯახის 4 წევრს რო იჭერენ იმის გამო რომ ვიღაცას პირბადე ეკეთა თუ ვიღაცა გზაზე გადავიდა. როგორ შეიძლება ეს კანონი სამართლიანი იყოს და ვიძახოთ ეხა კანონიერია. კანონიერი არ არის თავარი სამართლიანი უნდა იყოს.